როგორ გადაურჩა საქართველოს სახელმწიფო ენის შეცვლას, რას ითხოვდა მაშინ კრემლი და რა ხდება დღეს, როგორ ვუფრთხილდებით ქართულ ენას. გადაცემა სტუმრებთან, ასოცირებულ პროფესორ თამარ ნინიძესთან და ლექტორ თინათინ მილორავასთან ერთად ვაგრძელებთ. საღამომშვიდობის ქალბატონებო, მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ქართული ენის დღეს. მადლობა. საღამომშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და ყველას გულოცავთ ქართული ენის დღეს. მოგესალმებით, გილოცავთ ყველას საქართველოს ყველა მოქალაქეს ქართული ენის სახელმწიფო ენის დღეს. ძალიან გვიხარია ეს დღე, გვიყვარს და მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის. ესე იგი 14 აპრილს საქართველოს აღნიშნავს დედაენის დღეს და ეს მოდის იქედან, რომ 47 წლის წინ, როცა კრემლმა გადაწყვიტა სახელმწიფო ენა აღარ ყოფილიყო საქართველოში ქართული, აი მაშინ ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისში და მოუხდათ ამ ადამიანებს დაცვა ქართული ენის, ჩვენი მშობლიური ენის და სწორედ 47 წელიწადია უკვე მყარად არის ქართული ენა, ინარჩუნებს სახელმწიფო ენის პოზიციებს და მე მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან, ახლა ახალგაზრდები ბრძანდებით, რა იქნებოდა ნეტა რომ ეს ღონისძიება, ეს შეკრებები, ეს მიტინგები არ გამართულიყო და დღეს არ ყოფილიყო ქართული ენა სახელმწიფო ენა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არ იქნებოდა, თუკი ქართულ ენას სათანადოდ ვერ დავიცავდით და ის სახელმწიფოებრივ სტატუსს არ შეინარჩუნებდა და ვერ შეინარჩუნებდა. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ 1978 წლის 14 აპრილმა შემდეგ ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულ განმათავისუფლებას პირველი ბიძგი იყო, კი ბატონო. ბიძგი და ეს უსისხლო უიარაღო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად ახალგაზრდების ინიციირებული შემდეგ უკვე ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების საწინდარი გახდა. ამიტომ ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ქართველისათვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის და ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო ენის დღე, სახელმწიფოებრივი სტატუსის აღდგენის დღე. საქართველოს კონსტიტუციაში მყარად ჩაიწერა ის, რომ ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყოველგვარი საქმის წარმოება, სწავლა, განათლება, წირვა-ლოცვა უნდა აღევლინებოდეს და აღევლინება აი ამ ენაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება და სწორედ ამიტომაც ვსეიმობთ ჩვენ დღემდე 14 აპრილს ასე განსაკუთრებულად. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, სწორედაც რომ 4 მილიონი ადამიანი, ცოტა მეტი ვსაუბრობთ ქართულ ენაზე და რამდენად ძველი ენაა ქალბატონო თინათინ ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ქართული ენა. ჩვენი ქართული ენა მართლაც რომ უძველესი ენაა და მნიშვნელოვანია ამაზე ყურადღების გამახვილება მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ანბანი და ასე შემდეგ. ეს სამწიგნობრო კულტურაც უძველესი დროიდან მოდის და უწყვეტი ჯაჭვია, ასე ვთქვათ, ქართული მწიგნობრობის და როგორც ამბობენ 15 საუკუნოვანი მთლიანობა ეს ყველაფერი და საერთოდ ქართულ ენაში გაცხადებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მამული, ძენად, სარწმუნოებაც და ასე შემდეგ. ნოდითგანვე ვამბობდით, რომ ქართველი თუ იცავდა მამულს, იცავდა ქართულ ენას, თუ იცავდა ქართულ ენას, იცავდა სარწმუნოებას, მამულს და პირიქით და ასე შემდეგ. აი, რამდენად რთული ენაა ქართული? აი, ვთქვათ, რამდენად ადვილად შეუძლია ისწავლოს სხვა ეროვნების ადამიანმა, უცხო ენაზე მოსაუბრემ ქართული. ამბობენ, რომ ქართული ზმნების გამო, უпростоრად ზმნების სისტემურობის გამო რთული ენაა ქართული და თქვენ როგორც სპეციალისტები, როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული ენაა ქართული? მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ყავს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ. მსოფლიოს მასშტაბით არის უამრავი ქართველოლოგი იაპონიაში, გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთაც ძალიან კარგად იციან ქართული ენა და იკვლევენ კიდევაც ქართულ ენას. რა თქმა უნდა, ქართული ენა მიეკუთვნება იბერიულ კავკასიურ ენათა ოჯახს და სტრუქტურულად განსაკუთრებული და გამორჩეული ენაა, მას გააჩნია თავისი სირთულეები, ისევე როგორც ყველა ენას გააჩნია თავისი რთული ნაწილი, თუნდაც სტრუქტურაში გულისხმობთ აქ გრამატიკას. ამ შემთხვევაში ქართულთან დაკავშირებით ქართული ენის ზმნა სული და გულია წინადადების ხერხემალია მოგეხსენებათ და ქართულ ზმნას შეუძლია საკუთარ თავში რამდენიმე სიტყვა დაიტიოს.
აქედან გამომდინარე დიდარია კატეგორიებით და რა თქმა უნდა გარკვეულ სირთულეებს ეს ქმნის. თუმცა ქართული ენა გამორჩეულია იმით, რომ წერა და წარმოთქმა განსაკუთრებით ახლოა ქართული სიტყვებისა. ჩვენ არ განვასხვავებთ დიდ და პატარა ასოებს. ასევე სქესის კატეგორია არ გვაქვს ამჟამად ქართულში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ ქართული ენის სიღრმე, ქართული ენის სილამაზე ძალიან ხშირად უბიძგებს უცხოელ შემსწავლელებს იმისაკენ, რომ სრულყოფილად შეისწავლოს ეს ენა და არ უჭირთ, რას ამბობენ ხოლმე? არ უძნელდებათ? ზოგს უძნელდება, არიან ისეთი სტუდენტები, რომელთაც აუძნელდებათ, აგრძელებენ სწავლას მაგისტრატურაში, შემდეგ დოქტორანტურაშიც. რა თქმა უნდა, მათი ენის სტრუქტურასთან შედარებით განსხვავებული და გამორჩეული არის ქართული ენა და აქედან გამომდინარე სიძნელეებიც ახლავს ქართული ენის შესწავლას, მაგრამ წარმატებით ძლევენ აი ამ სირთულეებს და შესაბამისად უფრო და უფრო ინტერესდებიან იმით, რომ ეს სირთულე გადალახონ, თუნდაც ქართული ენის სნას სრულყოფილად შეისწავლონ და შემდეგ უკვე წარმატებულად იმეთყველონ. დიდი მადლობა, მაგრამ სამაგეროდ ბინძურებენ ქართულ ენას ბარბარიზმებით, ხო ასეა? ქალბატონთინათინა, თქვენ რა სიტყვით, რამდენად არის ქართულ ენაში დამკვიდრებული უკვე ეს ბარბარიზმი? ესე იგი, ჩვენ ვახსენეთ 47 წლის წინანდელი ამბები და მაშინ ასე ვთქვათ მიმდინარეობდა რუსული სიტყვების მოჭარბება და ასე ვთქვათ ეს სიტყვები ქმნიდა პრობლემას და არაერთი ცნობილი ადამიანის წერილი გვინახავს ამასთან დაკავშირებით და წაგვიკითხავს, რომ იგივე საქმის წარმოებაში სასამართლოში საუბრობდნენ ამ სიტყვებით და ეს ქმნიდა უკვე პრობლემას და თუნდაც ლექსი, როდესაც ვინც ვერ წერს მე ისეთ ქართულს რა ვუთხრა ისეთ ადამიანს ვინც ვერ წერს ქართია ასე შემდეგ. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა თუ კი მაშინ ეს იყო რუსულ სიტყვებთან დაკავშირებით, ახლა უკვე თანამედროვეობაში შემოვიდა ხო ინგლისურ ენოვანი სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ქართველოლოგები და ცდილობენ რომ დაახვედრონ შესაბამისი ტერმინი სიტყვა და რომელმაც შემდეგ რა თქმა უნდა გავრცელება უნდა პოვოს ენაში და ამაში. ჩვენ თვითონ ხომ არ უწყობთ ხელს ამ უცხო სიტყვების ბარბარიზმების დამკვიდრებას, იმიტომ რომ შესაბამისი ანალოგები ქართულ სიტყვებშიც ძალიან ბევრი გვაქვს. აი მაგალითად გავრცელებული დეიოფი ავიღე, რატომ ერთდღიანი შვებულება ავიღე, არ შეიძლება ვიხმაროთ? მოდი ეს ვთქვათ შეიძლება მოდურიც იყოს რამდენად ახლა ვიტყვით ამას ხო სწორედაც რომ მოდური გახდა ეს უცხო სიტყვების წარმოთქმა საუბრის დროს კი მიბაძვაც ეს ქმნის ამას ჩვენ მაგალითად 14 აპრილს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები წლებია ეს ტრადიცია ვარიგებთ ესეთ ბუკლეტებს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ორგანოებში სტრუქტურებში და ასე შემდეგ და აქ ამ ბუკლეტებში აი სწორედ ამ სიტყვებთან დაკავშირებით გამახსენდა გარდა იმისა რომ ცნობილი ადამიანის გამონათქვამები წერია ქართულ ენასთან დაკავშირებით გვაქვს შეცდომა და სწორია ფორმები და უამრავი ფორმა გვაქვს და აქვე აღსანიშნავია რომ ყოველ წელიწადს აი ამ ბუკლეტებს ესე წლების ისტორია აქვს თუ გადახეთ და ყოველ წელს შეგვაქვს ახალი სიტყვები და რაც ანუ იმ ერთი წლის განმავლობაში ხო განსაკუთრებით ჭარბობს აი ეს სიტყვები შემოგვაქვს და ვცდილობთ რომ ამ კუთხითაც კი გავავრცელოთ ეს რომ სტუდენტებმა ფილოლოგებმა ქალაქის მასშტაბით არა მარტო ქალაქის მასშტაბით მიიტანოს ეს სათქმელი და ამით პოპულარიზაცია გაუწიოთ უშუალოდ ქართულ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა. ქართული ენის დღე გახლავთ დღეს და საქართველოს მასშტაბით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა სხვადასხვა ქალაქებში დღესასწაული და მე მაინტერესებს თქვენ როგორ აღნიშნეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს დღე, რაიმე ღონისძიებები თუ გქონდათ? რა თქმა უნდა, მრავლად ძალიან მასშტაბურად აღნიშნეთ და უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ ყოველი 14 აპრილი, ყოველი სახელმწიფო ენის დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზეიმია და მას ეძღვნება კვირეული სახელმწიფო ენის დღისადმი მიზნული კვირეული, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებებით. ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ კვირეულს ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს, ჯერ კიდევ მაშინ 2007 წელს, როდესაც ჩვენ სტუდენტები ვიყავით
მე პირადად გახდით მეორე კურსის სტუდენტი, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი აი ამ ტრადიციას, ბუკლეტების დარიგებას, რომელიც თინათინმა აღნიშნა, მინდა გადმოგცეთ თქვენ ეს საჩუქრად. აი ეს ბუკლეტების დარიგება 2007 წლიდან დღემდე უწყვეტად ეს ტრადიცია მომდინარეობს და წელსაც განხორციელდა ამ აქციაში მონაწილეობას იღებენ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველ კურსელი სტუდენტები, ღონისძიებას ორგანიზებას უწევს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულება და სტუდენტთა საინათმეცნიერო წრე ფუნქციონირებს ჩვენთან უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელიც და ასევე ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი რუსუდან საღინაძე და ჩვენ სტუდენტობიდან მასთან ერთად აი ამ ღონისძიებებს ვახორციელებთ. აქვე მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენს ფაკულტეტს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს და რა თქმა უნდა ჩვენ სტუდენტთა საინათმეცნიერო წრეს იმისათვის, რომ ისინი ყოველწლიურად აქტიურად არიან ჩართულები ამ ღონისძიებაში, მხარს გვიჭერენ ყველანაირად კონკურსების და სხვა აქტივობის განხორციელებაში, აჯილდოებენ წარმატებულ სტუდენტებს და ეს ტრადიცია, როგორც გითხარით, დღემდე გრძელდება. დიდი მადლობა. აი შარშან მე თუ სწორად მახსოვს არ ვწდებოდე, მგონი კალიგრაფიის კონკურსიც გქონდათ წელს თუ გქონდათ იგივე კონკურსი. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს ბედნიერება, რომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი გახლავთ ცნობილი კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი, ის არაერთ მასტერკლასს ატარებს უნივერსიტეტის ფარგლებში, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის და კალიგრაფიის კონკურსები ხშირია, ასე ვთქვათ, წელსაც რა თქმა უნდა დაგეგმილი არის ეს აქტივობა, უკვე ხვალ ველოდებით, როგორც მახსოვს, ანუ ონლაინ გამოცხადდა ეს და დაინტერესებული მოსწავლეები, სტუდენტები შემოვლენ გაივლიან აი ამ მნიშვნელოვან მასტერკლასს კალიგრაფიასთან დაკავშირებით და მას ჩართულია როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოება, ასევე ქუთაისის სხვადასხვა სკოლის საჯარო მოსწავლეები მოდიან და ერთვებიან. კიდე რა ღონისძიებები იყო დღევანდელი დღე გამორჩეული? მოგახსენებთ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღნიშნოთ, რომ 13 აპრილი არის ცნობილი ენათმეცნიერის პროფესორ გიორგი ახვლედიანის დაბადების დღე. ჩვენს უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწორედ გიორგი ახვლედიანმა დარეკა პირველი ზარი და წაიკითხა პირველი ლექცია. მისი ბიუსტი ამშვენებს უნივერსიტეტის ეზოში დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანს და დღეს სწორედ ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებთან, საინათმეცნიერო წრის წევრებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად შევამკეთ ყვავილებით გიორგი ახვლედიანის ბიუსტი. შემდეგ განხორციელდა ეს ხსენებული აქცია, ბუკლეტების დარიგება უნივერსიტეტისა და მთელი ქალაქის მასშტაბით. შემდეგ კი უკვე დღის მეორე ნახევარში გაიმართა ონლაინ ვიქტორინა ქუთაის მოსწავლეებისათვის, ნებისმიერი ქალაქის მკვიდრი, თუნდაც სოფლის და რაიონის მკვიდრი მოსწავლეთათვის ონლაინ ვიქტორინა ქართულ ენაში და აქვე შეგისწორებთ, ვიდრე ტელეეკრანიდან შეგვისწორებს ვიღაცა, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ეს ღონისძიება. კი ბატონო, პირდაპირ ეთერში არ მიმდინარეობდა, მიმდინარეობდა ინტერნეტ სივრცეში. ისინი იყვნენ ჩართულები ინტერნეტის საშუალებით და ასე იღებდნენ მონაწილეობას. პირდაპირ ეთერი, რომ ვთქვათ, უკვე სატელევიზიო ეთერი იგულისხმება. არა მარტო, ამიტომ ჯობია პირდაპირ ეთერი ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში, ვიდრე ონლაინ, იმიტომ რომ ეხლა ვიღაც გამოვა და იტყვის სამი ფაქტიურად ფილოლოგი ზის, იმიტომ რომ მეც როგორც ჟურნალისტი ვითვლები და არავინ არ ამახვილებს ყურადღებას ამ შეცდომებზე, გაგვკილავენ. ხო, სხედან. ზის არა. დიახ. და ასე მე მინდა რომ თქვენი ეთერის საშუალებით გამარჯვებულები დავასახელო, ვინ მიიღო მონაწილეობა, ვინ ჩვენ სიამოვნებით გისმენთ. მათთვის არ არის ჩერეს ცნობილი. აქ მოხდება ჩვენი გადაცემიდან გაიგებენ? რა საინტერესოა. ჩვენ ამას ონლაინ ვიქტორინას უწოდებთ, იმიტომ რომ ის ზუსტი ტერმინი, რომელიც გულისხმობს დისტანციურად მათ მიერ შევსებულ აი ამ ვიქტორინას, სამწუხაროდ ჯერჯერობით სხვა ტერმინი არ არის. ამიტომ ონლაინ ვიქტორინის გამარჯვებულები გახდათ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კინწურაშვილი, პირველი ადგილი. გილოცავთ მარიამ კინწურაშვილი უნივერსიტეტში. დიახ, ქუთაისის 30
მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მათე ენუქიძე, მეორე ადგილი. ბატონო მათე გილოცავთ და მესამე ადგილი მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ხურციძე. ელენე გილოცავთ და ეს გამარჯვებული ბავშვები სად უნდა მოვიდნენ თავიანთი სიგელებისთვის? ჩვენთან გარდა აი ამ ღონისძიებებისა დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება 16 აპრილს 2 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი ქალბატონი თამარ საღინაძის ხელმძღვანელობით წარმოადგენს ლიტერატურულ სპექტაკლს ენა ქართული. ეს არის 2 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გაიმართება და მთლიანად მიეძღვნება სახელმწიფო ენას, ქართულ ენას, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს და შემდეგ აი ამ სპექტაკლის შემდეგ დააჯილდოებენ სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს. ეს მოსწავლეებიც აქ უნდა მობრძანდნენ და მიიღონ თავიანთი კუთვნილი სიგელები და პრიზები. ჩვენ მანამდე დავუკავშირდებით, შევატყობინებთ დროს კონკრეტულად და მოვლიან, რა თქმა უნდა, დაველოდებით მათი პრიზებისთვის. ძალიან სასიხარულო ამბით ვასრულებთ ძვირფასო მაყურებლებო დღევანდელ გადაცემას, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენი ეთერიდან გაიგებდნენ გამარჯვებულები, რომ არიან ამ კონკურსის პრიზიორები. კიდევ ერთხელ ვილოცავთ მათ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ მობრძანდით, იყავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და თქვენი საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ ტელემაყურებელთან ერთად.